მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წელი ივლისი ამოცანა ნომერი 3. მოდულით ტოლი და სხვადასხვა ნიშნიანი მუხტებით დამუხტული ორი ბურთულა ურთიერთქმედებს F ძალით. ნაძალით იმოქმედებს ისინი ერთმანეთზე, თუ მათ შორის მანძილი არ შეიცვლება და ერთი ბურთულიდან მეორეზე გადავიდათ მისი მუხტის ნახევარს. ბურთულებს შორის მანძილი ბევრად მეტია მათ ზომებზეო, ესეც მოახსენეს. აი, მოცემულობით რა გვაქვს ახლა ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი, მოდულით ტოლი და სხვადასხვა ნიშნით მუხტები გვაქვს, შესაბამისად Q1 მოდი იყოს Q-ტოლი, პლუს Q-ტოლი და Q2 იყოს იქნება შესაბამისად მინუს Q, ხო? თან წარმოვიდგინოთ, რომ პარალელურად რა სიტუაცია გვაქვს, ავიღოთ ორი ბურთულა. ასე. ეს არის Q1 უდრის Q-ს, ეს არის Q2 უდრის Q მინუს Q-ს, ხო? მინუს Q. და მათ შორის მანძილი, მოდი ავრიშოთ, დავუშვათ, ეს იყოს R. და ახლა პირველი შემთხვევაში რა ხდება? ესე იგი, ამ შემთხვევაში F-ი აქედან რის ტოლი იქნება? F-ი ტოლი იქნება K-ჯერ Q1 სამრავლი Q2-ზე, მოდული შეფარდებული მუხტებს შორის მანძილის კვადრატთან, ხო? Q1 და Q2 მოდულით ერთმანეთის ტოლია და Q-ს ტოლია, ხო? Q1-ის მოდულია Q, Q2-ის მოდულიც არის Q. შესაბამისად ეს ტოლი იქნება K Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან, ასე? და ახლა მეორე შემთხვევაში რა აქნესო, რას გვეუბნებიან? მეორე შემთხვევაში მანძილი არ შევცვალეთ, ხო? ასე მანძილი არ შევცვალოთ. მგონი არ შეგვიცვლია. და Q1-დანო, ესე თავიდან Q1 ხო იყო Q-ს ტოლი. ერთი ბურთულიდან მეორეზე გადავიტანოთ მისი მუხტის ნახევარიო. ხო, მოდი მაშინ აი რო იყო Q, ამის ნახევარი თუ გადავიტანეთ იქით, აქ რა დარჩენილა Q1' დარჩენილა, რომელიც იქნება Q იყო ნახევარი გადავიტანეთ, Q ნახევარი დარჩა. და მეორე Q2' რაღა გამოგვივა, Q2' გამოგვივა, აქედან თუ ნახევარი გადავიტანეთ და აქეთ მოვიტანეთ, ესე იგი Q-ს კიდე დაემატება Q ნახევარი. მინუს Q-ს რო დაემატება Q ნახევარი, გაგვიხდება მინუს Q ნახევარი. და ამათ შორის მანძილი, როგორც ვთქვით, არ შეგვიცვლია. R. და ახლა რა იქნება ძალაო? ახლა რა ძალაც იქნება? მოდი ამას დავარქმოთ F' და გამოვთვალოთ რაც იქნება. ეს იქნება K-ჯერ, აქ უკვე Q1', Q2' შეფარდებული მანძილის კვადრატთან ახაც, რომელიც არ შეგვიცვლია. ეს ტოლი იქნება Q1' არის Q ნახევარი, Q1'ის პრიმის მოდული არის Q ნახევარი, ხო? Q2'ის პრიმის მოდულიც, მიუხედავად რომ მინუს ნიშანია მოდულში, ესეც Q ნახევარი იქნება, ანუ ეს იქნება Q ნახევარი ჯერ Q ნახევარი. რაც მოგცემს Q4-ს, ანუ ეს ტოლი გამოგვივა 1/4 K Q კვადრატის შეფარდებული R კვადრატთან, ხო? ეხლა აი ეს სიდიდე თვითონ თავიდან F-ის ტოლია, ხო? აი ამის ტოლია, F-ი არის თვითონ ეს. ეს არის F-ი. შესაბამისად ეს ტოლი იქნება F4-ის. ესე იგი საბოლოოდ რა გამოგვივიდა, რომ სამძიებელი F' ტოლი ყოფილა F4-ის. ანუ ძალა მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალა თურმე 4-ჯერ შემცირებულა. პასუხი A.